მე გახლავართ თამარ კეკელია, ვასწავლი ინგლისურ ენას ქალაქ თბილისის დავით სარაჯიშვილის მე-15 საჯარო სკოლაში და ასევე კერძო სკოლა ლამპარში. დღევანდელი მოხსენების თემა გახლავთ მოტივაცია, თუ რა არის მოტივაცია ამ საკითხზე ჩემი კოლეგებიც გააზიარებენ და გააზიარეს უკვე თავიანთი მოსაზრება და გამოცდილება. მე კი სულს ვისაუბრო თუ რა განაპირობებს მოტივაციას და მის მნიშვნელოვნობაზე. მოტივაცია დღეს ფართოდ გავრცელებული მოდური სიტყვაც გახდა და თითოეული ასაკის ინდივიდისთვის აუცილებელია მისი ხონა. ამ საკითხზე ბევრი ჩვენთვის ცნობილი მეცნიერი საუბრობს. ჟან პიაჟე, ლევ ვიგოტსკი, ჰოვარდ გარდნერი, დევიდ სპენსერი, ცნობილი განწყობილი თეორია, დიმიტრი უთნაძე და სხვა. ადამიანს შედეგების მიღწევაში ეხმარება მეტაკოგნიცია. ხოდიშტიკა და თამარ ცოტა შორიდან ის მოწეღან კარგად იწოდა. ცოტა რა შეგვიძლია რაღაც ჭხრიალი ჩმოდის. ხო, არის. ეხლა როგორ ისმის? დიახაბა. ამ საკითხზე ბევრი ცნობილი მეცნიერი საუბრობს, ჟან პიაჟე, ლევ ვიგოტსკი, ჰოვარდ გარდნერი, დევიდ სპენსერი, ცნობილი განწყობის თეორია, დიმიტრი უთნაძე. ადამიანის შედეგების მიღწევაში ეხმარება მეტაკოგნიცია, როგორც მოგეხსენებათ, ანუ გააზრება იმისა, თუ რას, როგორ და რატომ რისთვის ვაკეთებ, განაცხადა დევიდ სპენსერმა. თუმცა ვფიქრობ, სანამ მეტაკოგნიტური უნარები განვითარდება, აუცილებელია ჩამოგვიყალიბდეს რაიმე საქმისადმი სიყვარული. ჩემი აზრით, სიყვარული ყველაზე დიდი მოტივაციაა. და გადავდივართ აბრაამ მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიაზე, რომელიც შედგება შემდეგი საფეხურებისაგან: ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, ანუ ბრძოლა ფიზიკური გადარჩენისთვის, უსაფრთხოების მოთხოვნილება, სტაბილურობა და უსაფრთხო გარემოს შეგრძნებაზე ზრუნვა, სიყვარული და მიკუთვნება განცდა ორმხრივი სიყვარულისა, დაფასება საკუთარი თავის და ადამიანების აღიარების მოთხოვნა და თვითრეალიზაცია, რომელიც ბოლო საფეხურია, რაც ვფიქრობ, რომ უკვე ემოტივირებულ ადამიანს გააჩნია, ეს არის საკუთარი უნიკალური პოტენციალის სრული რეალიზაციის მოთხოვნილება. იმისათვის, რომ კონკრეტულ სფეროში ან საგანში ინდივიდმა გაიაროს ეს საფეხურები, აუცილებელია გაუჩნდეს ინტერესი. ამისთვის საჭიროა საწესო თაზმის მიწოდება დიდი სიყვარული. რათა ინდივიდმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, ჩამოუყალიბდეს ინტერესი, თითოეული მისი ნაბიჯი დახალისდეს და დაფასდეს. ეს იქნას აღიარებული. არ ეშინოდეს შეცდომების დაშლების და აღიარების, გამხატავდეს ემპათიას, დახმარების ხიბლს ადამიანისთვისაც და მოახდინოს რეალობას. იმისათვის, რომ გავიგოთ, ინტერესები აქვს მოსწავლეებს, აუცილებელია პირველივე გაკვეთილზე ვაცნობინოთ, რომ ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვნები არიან. ვისაუბროთ მათ ინტერესებზე, გავინტერესდეთ მათი მოთხოვნილებებით. ერთ-ერთი კარგი აქტივობაა, მაგალითად, თუ კლასი რომელშიც შევდივართ, უცხოა დავვრიგოთ სტიკერები და ვთხოვოთ, რომ ჩამოწერონ 3 რამ მათ ახასიათებს, ანუ როგორ დაახასიათებენ საკუთარ თავს და 3 რამ თუ როგორ ახასიათებენ მას. და აქედან რა მოწონთ, რას ეთანხმებიან, რას არ ეთანხმებიან. ან თუ კლასი, რომელიც ნაცნობია ჩვენთვის, ვთხოვოთ, თუ გააკეთეთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, სანამ საკლასო ოთახებში დაუბრუნდებოდნენ, გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილება. ან თუნდაც ძალიან მარტივად ვთხოვოთ მათ, რომ საკლასო ოთახში, გარემოში, რომელშიც იმყოფებიან, მოძებნონ საკუთარი ინტერესების მქონე მოსწავლეები. უბრალოდ დავხოთ კითხვების უყვართ ვაშლის, უყვართ ხალი და ისაუბრონ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე. დავახოთ თითოეული ადამიანის ინტელექტი 8+1. ცნობილია ჩვენთვის 8 ინტელექტი, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული, ხოლო მეცხრე ინტელექტის მატარებელი ადამიანები აქამდე ვფიქრობ, რომ იყო იშვიათი, თუმცა დღესდღეობით ფართოდ გავრცელებული არიან ისეთი ადამიანები, მით უმეტესად 21 საუკუნის საკლასო ოთახებში. ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, იქამდე განმარტავს თეორიას. პირველი გახლავთ ლინგვისტური ენობრივი, არგუმენტაციის მოყარული მოსწავლეები, ადამიანები, რომლებიც ინტერესებიან ლექსების წერით, უბრმავდებიან პატარა ნიუანსებს, ლოგიკურ-მათემატიკური ოპერაციების შესრულება, თეორიების დამტკიცება, ჰიპოთეზების ფორმულირება და ასე შემდეგ.
სივრცული ინტელექტი, ვიზუალური სამყაროს ახსნის უნარი, ძველისა და ახლის კავშირი ერთმანეთთან, მუსიკალური ინტელექტი, მუსიკის შექმნა, გაგება, ცოდნა და მუსიკის თოვლზე გაკვეთილების მომზადება, რაც ვფიქრობ, ბევრი პედაგოგისთვის და მშობლისთვისაც გამაღიზიანებელი ფაქტორია ხოლმე. ხშირად მოსწავლეები არგუმენტაციას გვაძლევენ, რომ მუსიკის თოვლზე უკეთ იმახსოვრებენ და ეს შესაძლოა, რომ მართალიც იყოს. ფიზიკურ კინესთეტიკური ინტელექტი ადამიანებს ახასიათებს, რომლებიც მოქნილობის შეგრძნებების უნარებით არიან დაჯილდოებულები. ინტერპერსონალური ინტელექტი სხვა ადამიანების გრძნობების აღქმა, ემოციების შორის ანალიზი. ინტრაპერსონალური ინტელექტი თვითშემეცნება და თავიანთი მოტივაციის გააზრება, თუ რატომ მუსიკის აკეთებენ. ნატურალისტური ინტელექტი ბუნებაში არსებული სიცოცხლის ფორმირების ობიექტების ამოცნობა, არსებული ცოდნის გამოყენება და კავშირი და მეცხრე გამოყოფილი ინტელექტი ეგზისტენციალური, რომელიც მოიაზრებს ფიქრი, ფილოსოფიურ საკითხებზე, ვინ ვართ, რატომ ვართ, საიდან მოვედით, რატომ ვხდებით, საიდან წარმოიშვა ესა თუ ის საგანი და ასე შემდეგ. ეს ინტელექტი ამ სლაიდის პრეზენტაციის დასაწყისში აღნიშნე, დღესდღეობით ასეთი მოსწავლეები მრავლად არიან ჩვენს გარშემო. ვფიქრობ, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე უნდა იყოს შეთავაზებული ფიზიკური კინესთეტიკური აქტივობები, რომელიც მოიცავს ბევრ სხვა ინტელექტს, მაგალითად, როდესაც მოსწავლეს ვაძლევს მითითება, შეასრულოს რაიმე მოძრაობა, ჩართულია ლინგვისტიკა, სივრცული ინტელექტი, ინტრაინტერპერსონალური მუსიკალური ინტელექტები, განსაკუთრებით მოგახსენებათ ლინგვისტიკის მასწავლებელი ექცევოდა, ლინგვისტური სწავლის მეთოდში, რომელიც მდიდარია მრავალფეროვანი აქტივობებით. მოსწავლეებს შეყალიბდება საგნის სიყვარული ასეთი აქტივობებიდან გამომდინარე, შესაბამისად ეს განაპირობებს დიდ მოტივაციას, რაც დაწყებითი საფეხურიდან გასცეს ახლის საბაზო და საშუალო საფეხურებზე. აქტივობების აქტივობის დაძლეულია განავითარებელი შეფასებებით, რომელიც ყველა პედაგოგმა კარგად იცის, რომ უნდა იქნას მიწოდებული სენდვიჩის მეთოდი, ანუ ახალისება დადებითი კომენტარი, შემდეგ სუცხარეებზე საუბარი და კვლავ პოზიტიური კომენტარი და განავითარებელი კომენტარი. იმისათვის, რომ მათი მოტივაცია კვლავ გაიზარდოს და უზრუნველყოფილი იქნას. საბაზო და საშუალო საფეხურზე კი იქნება ხშირად პრობლემები შეფასებასთან დაკავშირებით, როგორც მოსწავლისთვის, მასწავლებლისთვის და მშობლისთვის. ამ დროისთვის კი მნიშვნელოვანია უკვე განვითარებული ჰქონდეს მეტაკოგნიტური უნარები, თუ რას, რატომ, როგორ ურისხვის აკეთებენ და ამაში ბუნებრივია დიდ როლს ჩვენ პედაგოგები ვასრულებთ. ჩვენი როლია დავანახოთ თითოეულ მოსწავლეს საგნის კავშირი რეალურ გარემოსთან და ვაჩვენოთ აუცილებლობა ამისთვის უნდა გამოვიყენოთ როლური თამაშები, განავითაროთ წარმოსახვა, ჩამოვაყალიბებინოთ აზრი სხვადასხვა საკითხებზე, რომელთანაც უნდა საფამდე შეხება არ ქონიათ, გამოვიყენოთ საგნის ცოდნა და ავიდეთ სინთეზის ზონაში, შექმნათ რაიმე ახალი. საკუთის აქტივობები მოიცავს დიდ დროსა და ენერგიას მასწავლებელთან, ბუნებრივია, თუმცა უშედეგოდ ხომ არაფერი იკარგება. მოვახსენოთ სახელმძღვანელოების პრეზენტაცია, ადაპტირება, მოვარგოთ მოსწავლეების საჭიროებებს, კლასის საჭიროებებს, ინდივიდების საჭიროებებს, თითოეულმა მათგანმა იგრძნოს, რომ მათ შეუძლიათ შეასრულონ დავალებები და აქტიურად იქონ ჩართული პროცესში. ჩემთვის როგორც მასწავლებლისთვის მოტივაცია თითოეული მოსწავლის ინტერესი და თავად მაძლევს მათთან ერთად გავიაროს სირთულეები. უყვარდეს ვასწავლოთ სიყვარული როგორც საგნის, ასევე ცხოვრების. განუვითარდეს პოზიტიური დამოკიდებულებები ცხოვრების სირთულეების მიუხედავად. ემოციური განვითარების ყველა საფეხურზე ვითარებდეს მოსწავლეებს ემპათიას, აუცილებელი აქტივობაა ჩვენი მხრიდან, რათა პრესკონვენციურ, კონვენციურ და პოსტკონვენციურ საფეხურებზე მათი ფორმირება წარმატებულად განხორციელდეს. ჩვენ მასწავლებლები ბევრი მოსწავლისთვის მოდით ინსპირაცია, მისაბაძი ობიექტებიც კი იდეალებით ჩვენგან სწავლობენ ბევრ ცხოვრებისეულ უნარს. ჩვენ ვამთავრებთ სოციალურ უნარებს, რომელზეც დეტალურად ერიკ ერიქსონმა გაწერა საკუთრივი საფეხურები.
ეს გახლავთ ძალიან მოკლე მიმოხილვით მოგახსენეთ ნდობა უნდობლობა ჩვილის ასაკი ანტონონიას სირცხვევის ეჭვის წინააღმდეგ 1-დან 3 წლამდე ინიციატივა დანაშაულის გრძნობის წინააღმდეგ 3-დან 5 წლამდე ამ პერიოდს გადიან ოჯახში და მათი ფორმირება ზუსტად ხასიათისა და დამოკიდებულებებით აქ ყალიბდება და შემდეგ უკვე პედაგოგების და სკოლის ხელში ზრუნავს და ვარვითარებს ხეთ ბეჯითობა არასრულფასოვნების წინააღმდეგ მათ ბრძოლას 6-დან 12 წლის ასაკამდე. პიროვნების იდენტობა, ანუ ფიქრობენ ვინ არიან, რატომ არიან, რა უნდათ დაჭირდებათ 12-დან 20 წლამდე. ხოლო ეს მნიშვნელოვანი პერიოდები ასაკობრივი გადის ზუსტად სკოლის კედლებში ჩვენს ხელში. იმისათვის რომ უზრუნველყოფილი ჰქონდეთ მათ დამოუკიდებელი ცხოვრების გზა უკვე და დამოუკიდებლად შეასრულონ თავიანთი მოქალაქეობრივი და პიროვნული მოვალეობები. ინტიმური განმარტოების წინააღმდეგ ასაკის დაცლიონ წარმატებულად 20-დან 29 წლის ასაკში პროდუქტიულობა, როდესაც მაქსიმალური რეალიზაციას ახდენს ადამიანი 40-დან 49 წლამდე და მორალური და ეთიკური სიძლიერე სასწავლებლების წინააღმდეგ, რომ მათ არ ჰქონდეთ განცდა რაღაც სინანული განვლილი ცხოვრებიდან. ამისათვის საჭიროა დავახალისოთ და დავაფასოთ თითოეული ინდივიდი დავახმაროთ, შეისწავლოთ, საყაროთ, ისწავლოთ მათთან ერთად მხოლოდ დახმარება, რომ წარმატებულად შეძლონ ერიქსონის 8 საფეხურიანი ცხოვრების კიდის გავლა. სამწუხაროდ პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს ბევრი ბავშვი ეკონომიკურ პირობების გამო დროს ოჯახთან დიდხანს ვერ ატარებს. ხშირად მოსწავლეებს გაუღიარებიათ ჩემთვის მშობლის მონატრების ემოცია, გააზრებული დამოკიდებულება არსებულ ცხოვრებაზე, მოდური ტაცის მნიშვნელოვნობაზე მეტად მშობლის მონატრება აღნიშნავს და ამ დროს ჩვენ ვიწევთ ვიტეს იყო 1000 ბავშვის მშობელი. ეს რა თქმა უნდა დიდი мотиваცია და პასუხისმგებლობაა. თუმცა პასუხისმგებლობას არ უშინდებით, თავად სიყვარული გვაძლევს ფიქრობ, რომელიც დასაწყისშივე აღმოჩნდა ჩვენი პროფესიისთვის ძალიან დიდი мотиваცია, როდესაც ორმხრივი უკავშირია მოსწავლე-მასწავლებელს შორის და ხედავს ჩვენი საქმის შედეგებს. ისედაც მოტივირებულ ნაბიჯებს და არა იზრდებით მასწავლებლობა სიყვარულია, რომ სიყვარულის გარეშე ჩვენი საქმე პროფესიას ნამდვილად ისე ვერ წარმართავს, როგორც საჭიროა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.